First qolisa mogახსენებთ შემდეგ ინფორმაციას. როგორც იცით, მიმდინარე წლის 17 აპრილს პარლამენტში შეიქმნა კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში რეგიონში ჩაატარა შეხვედრები იმისთვის, რომ მოსახლეობასთან ერთად განგვეხილა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კონსტიტუციური პროექტი, ისევე როგორც ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში. ერთი თვის განმავლობაში კომისიამ ჩაატარა 11 შეხვედრა, მოვიცავით ყველა რეგიონი, შევხვდით 5000-მდე ჩვენს მოქალაქეს, ჰქონდა დისკუსიები კანონ პროექტთან დაკავშირებით და მოვისმინეთ ჩვენი მოსახლეობის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და კომისიამ თავისი მუშაობა დაასრულა 17 მაისს. და იცით, რომ 17 მაისს ამასთან ერთად გაიმართა დიდი სახალხო შეკრება, რომელიც ეძღვნებოდა ოჯახურ ღირებულებების საკითხს, კერძოდ ოჯახური სიწმინდის დაცვის დღესასწაულს. და ფაქტობრივად ამ დღეს შედგა რეფერენდუმი, სახალხო რეფერენდუმი და ჩვენ ვნახეთ 10,000-ობით ადამიანი, რომელიც გამოსული იყო რეგიონებში, 100,000-ობით ადამიანი, რომელიც გამოსული იყო თბილისში და ფაქტობრივად ოჯახის სიწმინდის დღეს შედგა სახალხო რეფერენდუმი თავად კონსტიტუციურ კანონ პროექტთან დაკავშირებით და ნახეთ ჩვენ ხალხის მხარდაჭერა ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით. კომისიამ ყველა მასალა გადასცა იურიდიულ საქმეთა კომიტეტს, რომელიც უკვე საკონსტიტუციო პროცესს გააგრძელებს და იქნება საკომიტეტო განხილვა და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვა. იცით, რომ სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა 3/4 კონსტიტუციურ ცვლილებას. ნახოთ, როგორ მოიქცევა ოპოზიცია, ჯერჯერობით ხედავთ, რომ ისინი ერთის მხრივ არაფიქსირებენ თავის პოზიციას, იმიტომ რომ იციან გამოხატულად თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი, ამავე დროს გამომდინარე იმისა, რომ ისინი ყოველთვის იყურებიან გარეთ და ელოდებიან სიგნალს გარედან, აქაც თავს იკავებენ პოზიციის დასახელებისგან. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ კონსტიტუციური კანონ პროექტთან ერთად იქნება დაინიცირებული პაკეტი კანონებისა, რომელიც უკვე პრაქტიკულად მოაწესრიგებს LGBT პროპაგანდის საკითხს. სხვათა შორის საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესშიც იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების მხრიდან კითხვები, თუ რა ხდება თავად მოწესრიგების მხრივ კონსტიტუციური პროექტი გასაგებია, მაგრამ კანონების დონეზე როგორ იქნება ეს ყველაფერი და ჩვენ ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებასაც შეეხება აქ დამოკიდებული ვართ ოპოზიციაზე და არ ვიცით რამდენად წარმატებული იქნება ამ მოწვევის პარლამენტში კონსტიტუციის ცვლილება და კონსტიტუციური პროექტის კანონის მიღება და ამიტომაც ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა მოვალ პარლამენტში, რომ ეს ცვლილებებიც მივიღოთ, თუმცა კანონის მისაღებად ჩვენ გვაქვს საკმარისი უმრავლესობა და ესეც იყო ჩვენი დაპირება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომ ამ პაკეტს აუცილებლად დავაინიცირებთ და ეს მოწვევის პარლამენტი მიიღებდა ამ პაკეტს. ამიტომაც დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონისგან, კანონ პროექტისგან, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ და 18 გამომდინარე კანონ პროექტისა, რომელიცაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონებში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ასე შემდეგ. და გაგაცნობ ძირითად ასპექტებს თუ რა იქნება მოწესრიგებული ამ კანონების მეშვეობთან. 19 კანონისგან შემდგარი პაკეტი არის, საიდანაც არის ერთი ძირითადი კანონი და 18 გამომდინარე კანონი. კერძოდ, პირველი საკითხი და მიყვება იმ სტრუქტურას და ლოგიკას, რაც კონსტიტუციურ კანონ პროექტში არის. პირველი გახლავთ ქორწინების საკითხი, როგორც იცით, კონსტიტუციით ჯერ კიდევ 2017 წელს მოწესრიგდა ქორწინების საკითხი, როგორც კავშირი ქალს და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით. თუმცა ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბრები ის, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ
კანონში იქნება ისევ როგორც ჩვენ კონსტიტუციურ კანონში არის გათვალისწინებული, კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ არ იქნება კავშირი ქალს და მამაკაცს შორის. მეორე საკითხი ეხება შვილად აყვანის საკითხებს და აქაც დაუშვებელი იქნება იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვან შვილად აყვანა, რომელიც თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ, ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები, როცა ეს საუბარი გვაქვს ჩვენ მათ შორის მარტოხელა ადამიანებზე, რომელსაც სულ შვილად აყვანა. მესამე საკითხი ეხება სქესის შესვლის ოპერაციას, კერძოდ აკრძალული იქნება პირისათვის სქესის შესვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება. მეოთხე, დოკუმენტებში, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებში სქესის მითითების საკითხი აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება. მეხუთე, პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორში. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში LGBT პროპაგანდის წარმოება, კერძოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გარდა ამისა, მე 6-ე საკითხი გახლავთ ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს და დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. მნიშვნელოვანია აქ შემდეგი დათქმა, რომ ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა. რაც კიდევ ერთხელ მაუწყებლის შემთხვევაში გულისხმობს, რომ თავად ეს სცენები იქნება დაუშვებელი, რომ გაცემული იქნეს მაუწყებლის ეთერში. მე-7 საკითხი ეხება შეკრების და მანიფესტაციების საკითხებს. აქ დაუშვებელი იქნება საჯაროდ, ხაზს უსვამს საჯარო შეკრება ან მანიფესტაცია, რომლის მიმართული არის ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. და ბოლო მე-8 საკითხი ეხება შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულებებში, რომ ბათილი იქნება შრომით ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ. ეს არის ის 8 საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იქნება 19 კანონის მეშვეობით და გარდა ამისა, თავად ძირითად კანონში და ისე როგორც შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს უკვე რამდენიმე წელია, 10 წელია უკვე აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ. ეს გახლავთ ძირითადი შინაარსი, ასპექტები, ასე ვთქვათ, ამ ცვლილებებისა, რომელიც დღეს დაინიცირდება და იქნება საჯარო ყველასთვის. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ მიმდინარე საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ამ კანონპროექტს განვიხილავთ პირველი მოსმენით და მივიღეთ პირველი მოსმენით, ხოლო საშემოდგომო სესიაზე უკვე მეორე და მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს პაკეტი. არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ვისაც სურს იყოს მონაწილე დისკუსიისა, გახდეს ამ დისკუსიის მონაწილე. კიდევ ერთხელ მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში ჩვენ ვნახეთ სრული მხარდაჭერა მოქალაქეების მხრიდან, ისე 17 მაისს გამართულმა მასშტაბურმა აქციამ აქცია იყო ფაქტობრივად სახალხო რეფერენდუმი ამ კანონის მხარდაჭერისა და აქედან გამომდინარე ეს არის პარლამენტის ვალდებულება, რომ შეასრულოს საქართველოს
მოსახლეობის უმრავლესობის ნება. სიტყვა რო დაგვი კონკრეტულად ანუ ელოდებით თუ არა რომ ჩაერთვება მაგალითად ამ განხილვების პოზიცია და რაც თქვენ ისაუბრეთ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ და მითხრათ მაგალითად აი კონკრეტულად რისთვის არის ეს კანონპროექტი ახლა საჭირო. ეს და რა საფრთხეებს ხედავთ მაგალითად თქვენ? აი საფრთხეებს რას ხედავთ თქვენ ეს რომ ეს მოხდებით მეც პირველი რაც შეეხება პროცედურას კიდევ ერთხელ დაჩქარებული არ არის და მithumet ეს მეორე მესამე მე ვეღარ იქნება დაჩქარებული პროცედურა, იქნება როგორც გითხარით რამდენიმე თვიანი განხილვა არის. პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული, მეორე მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე. რაც შეეხება მნიშვნელობას და მიზანს ამ ცვლილებებისა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ დავაინიციეთ კონსტიტუციური კანონის პროექტი, მაშინ იქნა განმარტებული ყველა საფუძველი. ორი ასპექტი არის მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ჩვენ უნდა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ უფლებრივი ნაწილი და პროპაგანდის ნაწილი. რაც შეეხება უფლებებს ცალკეული ინდივიდებისა, ეს არის რა თქმა უნდა და უნდა იყოს რა თქმა უნდა სულად დაცული, თუმცა არის მეორე ნაწილი ამ საკითხისა, ეს გახლავთ პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ჩვენ როგორც კონსტიტუციური კანონის პროექტით, ისე ამ კანონის პროექტით გვინდა რომ მოვაქციოთ საკანონმდებლო ჩარჩოში და ეს არის ქართული ხალხის ნება, რაც მათ შორის სახალხო განხილვის დროს გამოჩნდა და ისედაც როგორც ჩვენ ეს გვესმის ჩვენი მოქალაქეებისგან. მიზანი არის შემდეგი. დღევანდელ დღეს ჩვენ ხედავთ, რომ არის ცდელობა დაბნეულობის შეტანისა საზოგადოებაში ბევრი ასპექტიდან გამომდინარე. არის ცდელობა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ელემენტარული ჭეშმარიტებები და მათ შორის ისეთი ჭეშმარიტებები, რომელიც ადამიანის ასე ვთქვათ, მთელი მისი არსებობის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იმას, რომ სქესი შეიძლება იყოს არჩევითი თუ არ იყოს არჩევითი. უბრალოდ აყენებენ იმას, რომ თურმე შესაძლოა იყოს არჩევითი. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათ შორის იმას, თუ როგორი უნდა იქნას განხილული ოჯახი და რა არის ოჯახის სოციალური ბუნება და როგორ აღიქმება ის სოციუმში, ამა თუ იმ სოციუმში. და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ასე ვთქვათ, ყველაზე ცხადი ჭეშმარიტებებისა საერთო ჯამში ემსახურება მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანონ საზოგადოებაში ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით. და გარდა ამისა, ეს არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მხრივ და მათზე მავნე ზემოქმედებისგან, მათი მავნე ზემოქმედებისგან დაცვის გერმანიის პირდაპირ ეთერში ხართ ჩვენთან ბატონო შალვა. გერმანიის ელჩის განცხადებაზე გკითხავთ. კი ბატონო. თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღეთ, ამ შემთხვევაში, აი მომავალი წინან მაგალითად მეოთხე კანონი რას თქვით, განათლების სექტორში პროპაგანდა. აი ეს ციგნების ამოიღებთ განათლების სისტემიდან, რომელიც აშკარა LGBT პროპაგანდას ეწევა და ამავდროულად კულტურის სამინისტროს შეწყვეტს ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას, რომელიც მაგალითად ჩვენ ვიხილეთ კინოთეატრებში ანიმაციები LGBT პროპაგანდაზე. აი ეს შეწყვეტება იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღეთ. ანუ უპირველეს ყოვლისა ამ კანონის პაკეტს არ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამას ჩვეულებრივი უმრავლესობა სჭირდება, რაც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას დღესდღეობით და რა თქმა უნდა ამ პაკეტის მიღებას ამ მხრივ უმრავლესობის მხრივ არ აქვს პრობლემა. რაც შეეხება ცალკეულ რეგულაციებს, უპირველეს ყოვლისა რაც შეეხება საგანმანათლებლო სექტორს, აქ საკითხი ეხება პროგრამებში პროპაგანდას და გითხარით მე განსაზღვრება პროპაგანდის კიდე ერთხელ იმიტომ ამასაც თავისი ასე ვთქვათ შინაარსი აქვს. ეს გახლავთ რომ ერთი სქესის ეს ეხება პოპულარიზაციას, რეკლამირებას, პროპაგანდას, რომ ერთი სქესის წარმომადგენელმა ადამიანმა თავი მიაკუთვნოს საპირისპირო ან სხვა სქესს. ეს გახლავთ პროპაგანდა, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა და ეს გახლავთ ინცესტის პროპაგანდა. აი ეს სამი საკითხი არის, რომელიც შინაარსობრივად, როდესაც თუ იქნება ამის პოპულარიზაცია და პროპაგანდა, იქნება შეზღუდული საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მაუწყებლებში ასეთი სახის პროგრამები. აქ იგულისხმება, აქაც უნდა დაკონკრეტდეს, რაც შეეხება მაუწყებლებს და შემოქმედებით ასე ვთქვათ პროგრამებს თუ მასალებს, აქ დათქმა არის გაკეთებული სპეციალურად, რომელიც ეხება იმდენად, რამდენადაც შეეხება თავად ინტიმური სცენების არ გაშვებას, არა თემატურად შეზღუდვასთან შინაარსობრივად, არამედ თავად სცენების, რაც არის ასევე
ჩვეულებრივი პრაქტიკა ზოგადად სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არა სცენები. კითხვას დაგისვამ თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ხართ ჩემთან გერმანიის ელჩის განცხადებაზე უნდა გკითხოთ ოლაფ შოლცის მიერ გავრცელებული განცხადება იყოს კონტექსტიდან ამოქმედი, რასაც იდეაში საუბარი იყოს, ნამდვილად 5 წლის წინ ნეონაცისტების მიერ გერმანული პოლიტიკოსის ვალტერ კულბეს მკვლელობას ეხებოდა ეს განცხადება ოლაფ შოლცის და შემდეგ გერმანიის ელჩმა კონტექსტიდან ამბლეჯილად გავრცელა და უკვე მედია საშუალებების მხრიდანაც იქნა გავრცელებული. როგორ აფასებთ ზოგადად ამ მანამდე კიდევ ერთხელ დავმინაიდან კულტურის მიმართულებაც იყო კითხვა, ბარემ ეს საკითხიც რო ამოვწუროთ. ანუ კიდევ ერთხელ რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას, ის ეხება მაუწყებლებს და კინოჩვენებას ასე ვთქვათ, მაგრამ არ ეხება ეს სხვა მხრივ კულტურულ ღონისძიებებს ასე ვთქვათ და კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაშიც მაუწყებლებს ეხება იმ ფარგლებში მხოლოდ რომ პირობითად თუ კი არის ტელევიზიით გადის ამ ფილმი და თუ კი იქ არის ინტიმური სცენა ამ შინაარსის, ეს სცენა უნდა იქნას შეზღუდული და არ გაშვება. კინოთეატრებში ბატონო გერმანიის ელჩის მხრიდან გავრცელებული განცხადება ოლაფ შოლცის, რაც იყო კონტექსტიდან ამოქმედი, რაც მედია საშუალებებმა გაავრცელეს. როგორ აფასებთ ამ შემთხვევაში? ხო, ჩვენ ნახეთ ძალიან სამწუხარო ფაქტი არის და ფაქტია რომ მოდი იყო განცხადება გერმანიის კანცლერის, რომელიც ეხებოდა ვიწროდ გერმანულ კონტექსტს, კონკრეტული ადამიანის მკვლელობას 5 წლის წინ ერთ-ერთი გერმანელი პოლიტიკოსის და 5 წლის ასე ვთქვათ თავზე ამას ეძღვნებოდა მიმართვა გერმანიის კანცლერის, რომელიც შეეხებოდა გერმანიაში დღეს არსებულ სიტუაციას, რომელიც ასევე ძალადობასთან არის დაკავშირებული. 60,000-ზე მეტი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული იქნა ჩადენილი შარშან გერმანიაში და ეს ეხებოდა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ამ მხრივ აქვს გერმანიას. და გერმანიის ელჩმა სამწუხაროდ კონტექსტის გარეშე მოიყვანა ეს ციტატა, რაც იქცა შემდეგ დეზინფორმაციის საფუძველი და ვნახეთ ჩვენ რომ ოპოზიციის კუთვნილმა მედიამ გააშუქა ეს როგორც კანცლერის სიტყვები საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია. მე უბრალოდ ძალიან მწუხვა რომ რა თქმა უნდა ნახა ეს გერმანიის საელჩო, მათ შორის გერმანიის ელჩიც იყო მონიშნული ამ ინფორმაციებში, რომელსაც მედია ავრცელებდა და ამაზე რეაგირება არ ჰქონია. ან თავისი წაყრუებით ხელი შეუწყო დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება 9 პუნქტის სულისკვეთებას როდესაც მოლოდინი არის რომ დეზინფორმაცია იქნას შეზღუდული. სამწუხაროდ თავად
კანონმდებლობის კანონპროექტთან დაკავშირებით გეკითხებოდით. ჯერ არ გამოგაცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნახოთ გამოცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ. თქვენ როგორ გაიგეთ ეს ყველაფერი და გუშინ ასევე გავრცელდა ძალიან ბევრი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ მეილები სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით ამოქმედ და თქვენ გაქვთ თუ არა ამერიკის ვიზა, თქვენ მიიღეთ თუ არა ეს მეილი, ესეც გვეკითხეთ, მაგრამ მეთქმულებსაც უპასუხოთ. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე, მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე. დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები და პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები არ იყურებიან და თავის გადაწყვეტილებას არ აწყობენ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტების განცხადებებზე და ასევე გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მოქმედეთ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით. ჩვენი ამოცანაა, რომ ვიმოქმედოთ ქართული ხალხის ინტერესით. თუ კი წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აწყობილი იქნება სხვა ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე, შანტაჟზე, მუხარაზე თუ არ ვიცი რამე სხვაზე, მაშინ რა თქვინდა ასეთი ხელისუფლება, ხომ? ასეთი ხელისუფლება ჩვენ ყავდა 2012 წლამდე. ხელისუფლება, რომელიც ერთ რამეს უყურებდა, ტაშს დაუკრავდნენ თუ არა გარედან, წითელ ხალიჩას დაუგებდნენ თუ არა და რა ეპითეტებით შეამკობდნენ. ამაზე იყო აწყობილი ისინი 2012 წლამდე და ახლა ოპოზიციაში მყოფები ომის ქარტიის მონაწილეები ზუსტად ამაზე არიან აწყობილი. ხომ აკვირდებით განცხადებებს, რომ არც კი ეთაკილებად ნაციონალური მოძრაობის აი ამ დიდი გუნდის წარმომადგენლებს არც კი ეთაკილებად, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ააწყონ უცხო ქვეყნების პოლიტიკოსების განცხადებებზე და გადაწყვეტილებებზე. არა საკუთარი ხალხის ინტერესებში, არამედ იმას რა სიტყვის რომელიღაცა ქვეყნის, რომელიღაცა თანამდებობის პირის პრესმდივანი, რა სიტყვის რომელიღაცა ქვეყნის, რომელიღაცა პრეზიდენტის მრჩეველი და ასე შემდეგ. ამაზე არიან აწყობილი. ეს ხო სამარცხვინო არის დამოუკიდებლობის 33 წლის თავზე. ჩვენ ყავს კასტა პოლიტიკოსებისა, NGO-ებზე აღარაფერს ვამბობ, ხა ისინი პირდაპირ ფინანსდებიან და მათი ამოცანა ეს არის. ყავს კასტა პოლიტიკოსებისა, რომელიც ღიად ამბობს, რომ მათი მიზანი არის ემსახურონ სხვა ქვეყანას. ეს არის ვასალობის მენტალიტეტი, რომელიც მათ აქვთ, რომ ის რომ ისინი მათ უნდათ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ვასალური სახელმწიფო, რომელიც თავის პოლიტიკას აწყობს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებს. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყება მეგობარი აქცია მუშაობა და ელოდებით თუ არა ინდივიდუალურ სანქციებს. ამაზე როგორ პასუხობთ სანქციები? ანუ კიდევ ერთხელ უყურეთ როგორ ახსნა ახლა ფიქრობ, ანუ არასწორია საერთოდ ამაზე ფიქრი საკუთარი დღის განრიგის, საკუთარი განწყობის თუ დღის წესრიგის აწყობა სხვა ქვეყანა შენთან მიმართებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არასწორია. თუ კი თავმხარეს დგას შენი ხალხის ინტერესი, ის არის უპირატესი. სხვა ქვეყანა რა სიტყვის ამნიშნულობა, რაში გჭირდება საერთოდ ასეთი პოლიტიკოსები? რაში გჭირდება? თუ დასანქცირებული ხელისუფლება გვეყოლება. რაში გჭირდება ჩვენ ისეთი პოლიტიკოსები საერთოდ, რაში გჭირდება, რომელიც არა ქართველი ხალხის ინტერესებით იმოქმედებენ, არამედ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებით და მუხარის საფუძველზე. კიდევ ერთხელ, ანუ ესენი ხო ადასტურებენ ნაციონალურ მოძრაობა ადასტურებს, რომ ისინი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, თუ კი დადგება საკითხი რა ამჯობინონ ქართველი ხალხის ინტერესი თუ უცხო ქვეყნის მუხარა და ინტერესი აირჩევენ ისინი უცხო ქვეყანას და ამას აკეთებდნენ 2012 წლამდე. ეს გააკეთეს ბევრჯერ 2012 წლამდე. ინდივიდუალური სანქციებიო ჯერ არ გამოხდეთ. ხო გესმით დიპლომატიურ ენაზე ეს რას ნიშნავს ბატონშავა და აბსოლუტურად არაფერს ანიშნავს. უყურეთ კიდევ ერთხელ ჩვენ აღარ არიან კიდევ ერთხელ ხო და უყურეთ დღის წესრიგს ქართველი ხალხის მიერ არჩეული როგორ რა მომენტშიც ქართველი პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებებს დააყენებს უცხო ქვეყნის მუხარაზე, იმ მომენტში ის პოლიტიკოსი აღარ არის ქართველი პოლიტიკოსი, არამედ არის უცხო ქვეყნის შანტაჟ დაქვემდებარებული პოლიტიკოსი. ასეთები ყავს
სავსე ოპოზიციაში. მთელი ეს ომის ქარტიის მონაწილეები აი ესეთი პოლიტიკოსები არიან. უყურებენ ყოველდღე ტვიტერში უყურებენ, ღამე არ იძინებენ, რომ იციან რომ ბრიფინგი იქნება სხვა ქვეყანაში, შესციცინებენ თვალებში უცხოელებს, შესციცინებენ რომ რა სიტყვები გადმოვა მათი ბაგეებიდან, რომ ამ ბაგეებიდან გადმოსული სიტყვები შემდეგ აქციონ საკუთარი დღის წესრიგად. აი ეს არის სამარცხვინო, რომ ასეთი მიდგომა არის ეს ერთი. მეორე რაც შეეხება ზოგადად ამ სანქციებით მუქარას. ჩვენს მიმართ საქართველოს სანქციები არ არის არაფერი სიახლე ამაში. ჩვენ წლებია აწლეულებია სხვადასხვა სანქციების ქვეშ ვართ ნამყოფი და მათ შორის რუსეთი არაერთხელ ცდილობდა სანქციებით მოეხდინა ზემოქმედება ქართულ ხალხზე. ეს არის რუსული სტილით ქართულ ხალხთან საუბარი და არ მგონია რომ იყოს ვინმესთვის ეს სასიკეთო რომ ასეთი ენით ესაუბროთ ქართულ ხალხს. ამიტომ თავის მხრივ ამაზე ფიქრი და ამის გაჟღერებაც არის არასწორი, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორთან საუბრობ სანქციების ენით და მუქარით და მეორე არის ის რომ ამას არანაირი მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლებისთვის არ აქვს. სხვა ჩვენს მე გუშინ მოვინახულე პირველი ქვეითი ბრიგადა. გახდით გორში თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად და სხვა გენერალებთან და ბრიგადის წარმომადგენლებთან ერთად. და იქ ჩვენ სამხედროებთან ერთად რა თქმა უნდა ჩვენ ვიხსენებდით მათ შორის ჩვენ გვირ სამხედროებს, მათ შორის მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში მათ, ვინც მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა შტაბებიდან არ გამოდიოდა ავღანეთში, ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე იბრძოდნენ. და დღეს ნატოს წევრი ქვეყნები განსაკუთრებით აი აქ რო იყვნენ და მიტინგზე გამოდიოდნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ჯიხს იცემენ გულში და იქაჩებიან ბრძოლისკენ, სადაც საომარი და საბრძოლო იყო, შტაბიდან არ გამოდიოდა ბევრი მათი წარმომადგენელი და ჰქონდათ ასე თქვა საშტაბო ის ნაწილმა უმეტესობა მოაწერა ამ ქარტიას ხელი, ვიცით ერთადერთი არაწერენ გახარიები ხალხს და ასე ვთქვათ არაწერ შგირჩი ხალხს. როგორ აფასებთ თქვენ რას ნიშნავს ეს ქარტია და ამ შემთხვევაში რა მიზანი აქვს პრეზიდენტის ამ ნაბიჯს? უპირველეს ყოვლისა ნახეთ კიდევ ერთხელ რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოიყარა, ისე შეიყარა ის ოპოზიცია, რომელიც აღარ ვიცი უკვე ამ კინოს მე რამდენჯერ ხედავთ, ხომ რომ თავს გვაჩვენებენ თითქოს არიან გაყოფილები ცალ-ცალკე, არადა არიან ყველა სათითაოდ არიან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც ხან დაიშლებიან და ხან შეიკრიბებიან ხოლმე იმის და მიხედვით როგორ დაულაგებენ გარედან ტაქტიკას. მათი ეს ქცევაც და სალომე ზურაბიშვილის ეს ქცევაც არის არა რაიმე წამოსული შიდა პოლიტიკური მსჯელობიდან, არამედ არის ის გეგმა, რაც გარედან მისცეს მათ, რომ ეხლა უნდა გაერთიანდნენ და გაერთიანდებიან. რაც კარგია, იმიტომ ქართულ ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა ის ფარისევლობა, რომელსაც ჰქონდა ბოლო პერიოდში ადგილი, თითქოს იყო სხვადასხვა პარტიები, დაინახა როგორ აყრიდნენ ნაცარს თვალში, შიგნიდან თუ გარედან აქტორები ქართულ ხალხს, რომ წარმოაჩენდნენ, რომ აი სხვადასხვა პარტიები არიან და როგორ მულტიპარტიული დემოკრატია ჰქონია, დაინახა, რომ სინამდვილეში ჩვენ ყავს კვლავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ეს და გვაქვს ერთი და ყავს ის ომის პარტიები, რომლებიც 2 წელი საქართველოს ეკაჩებოდნენ ომში, ვერაფრით ვერ შეგვიყვანეს ამ ომში და ამაზე გამწარებულები არიან და ამიტომაც ეს რეაგირება აქვთ ამაზე. ეს ომის ქარტია ზუსტადაც რომ დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც სამარცხვინო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ, რომელიც ამ ქვეყანას ომში ეკაჩებოდნენ, სერგო ორჯონიკიძეების სია, რომელიც მზად არიან წინ შემოუძღვენ
უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ საქართველოში. ეს არის ომის ქარტია, ასე დარჩებიან ისინი ისტორიაში, როგორც დარჩა შულავერის სია, ისე დარჩება ომის ქარტიის სია. ეს ადამიანები ვინც ახლა ერთად გაერთიანდნენ, აი რომ გითხრათ თქვენი აზრით რა აერთიანებს, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს რომ წარსულში უმძიმე შეურაცხყოფებს აყენებდნენ ერთმანეთს და ახლა ერთად დგან. აი რა საერთო აქვს ამ ადამიანებს და ზოგიერთზე ახია ხო მართლა მათზე, რომელიც ერთმანეთის ლანძღვით იყვნენ დაკავებული, ახლა კი ერთმანეთის ქებით არიან დაკავებული. და რატო? იმიტომ რომ არც ლანძღვა იყო მათი ნება და არც ქება არის მათი ნება. რასაც ეტყვიან გარედან, ზუსტად იმას აკეთებენ. როცა ეუბნებოდნენ, რომ მათ უნდა ისინი თავს დასმოდნენ სალომე ზურაბიშვილს, ნახეთ როგორ სურათს ქმნიდნენ მისგან და ეძახდნენ ყველა შესაძლო ეპითეტით მოიხსენებდნენ. როგორც კი უთხრეს გარედან მათმა პატრონებმა რომ ახლა უნდა აქოთ და დაატყოთ ურთიერთობა, ზუსტად ასე მოიქცნენ და პირიქით, როგორც ეუბნებოდნენ სალომე ზურაბიშვილს, რომ მას მიხეილ სააკაშვილზე უნდა მიეტანა შეტევა, ამას აკეთებდა ის. როგორც კი უთხრეს, რომ ახლა უნდა იყოს შეკრული ნაციონალურ მოძრაობასთან გაუჩინარებული დიმიტრი სამხარაძე, მას შემდეგ რაც დიმიტრი სამხარაძემ Facebook-ზე დაწერა, უკაცრავად კითხავს უნდა რა ვიცი, გარემ დავსვა. კაი, დასვი და მე დავსვა. ანაკლისთან დაკავშირებით გუშინ პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ ანაკლის პროექტში ჩინური ინვესტიციის შემოსვლა ეს არის ამერიკისთვის და ევროპისთვის ზურგში დანიჩა. ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტსა კიდევ დაგისვათ რამდენიმე კითხვი. მოკლედ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ჩვენ ყველა მისი სიტყვა უნდა დავინახოთ იმ ჭრილში, რომ ეს არ არის მისი სიტყვები, მისი სახით გველაპარაკება სხვადასხვა უცხოური ჯგუფი თუ ძალა. ასე უნდა შევხედოთ და ვიფიქროთ, ვისი ინტერესები იკვეთება თუ არ იკვეთება ამ დროს. რაც შეეხება ანაკლის პორტს, ჩვენ ნახეთ ერთი რომ კიდევ ერთხელ, როდესაც ადამიანები, რომელიც თაღლითობაზე გასამართლებული არიან, საერთოდ საუბრობენ, პოლიტიკაში არიან, ეს ცალკე პრობლემაა, ხელს უართმევენ მათ და რაღაც ასე ვთქვათ, წარმოაჩენენ პოლიტიკოსებად, ეს ცალკე პრობლემა არის, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ იყო თითქოს რაღაც ამერიკული ინვესტიციები, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა არანაირი ინვესტიცია ეს არ იყო, აღმოჩნდა რომ ეს იყო მუქთაფულის შოვნის ასე ვთქვათ, ცეხი უნდა და მოეწყო მამუკა ხაზარაძეს იმისთვის რომ ჩვენი თითოეული თქვენგანის, ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ეკეთებინა უშრომელად ფული და ისე რომ არ ეკნებოდა მოგება, ჩვენი ხარჯით ქონოდა მოგება. ეს ხო ყველა მიცის, ამას არ გაიქცევია. და როდესაც ქართულმა ხალხმა უთხრა რომ არ არის მზად და არანაირი სურვილი არ აქვს არავის რომ მამუკა ხაზარაძეს მუქთაფული აშოვნინოს და ის წამოწოლვის ასე ვთქვათ მისი მოგების გარანტირებული მოგება ჰქონდეს მას და მის პარტნიორებს. ამის შემდეგ ნახეთ რაც მოყვა ამას პროცესები. ტენდერი იყო ღია, ყველა შეიძლება მიიღო მონაწილეობა. მათ შორის საქართველოს მთავრობას ჰქონდა პროაქტიულად მცდელობები რომ ყველასთან ყველა დიდ ქვეყანასთან ქონოდა ამ საკითხის მსჯელობა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან ამაზე იყო ყოველთვის მსჯელობა, მათ წაეხალისებინათ საკუთარი ბიზნესები, რომ ჩაედოთ ამ პროექტში ფული და ყოფილიყო ინვესტორები და ამის მექანიზმები რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფოს აქვს წაახალისოს აქეთკენ. ნახეთ რომ მათი მხრიდან ეს ინტერესი არ იყო საჯარო და ღია ტენდერი, ნახეთ საბოლოო ჯამში რომ ერთი კომპანია არის, რომელიც საბოლოოდ მიიღო მონაწილეობა და არის ერთ-ერთი უმსხვილესი და გამოცდილი კომპანია და მნიშვნელოვანია მათ შორის რომ ეს იქნება ჩინური კომპანია, ვინაიდან ჩვენ საუბრობთ აღმოსავლეთის და აზიის დამაკავშირებელ გზაზე და ეს გზა აკავშირებს რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა ჩინეთს ევროპასთან და ევროპას ჩინეთთან. ეს არის ის
ის წყარო ტვირთებისა, საიდანაც უნდა წამოვიდეს ტვირთები ამ დერეფანში. ამიტომ მე ის მიკვირს, რომ ამას ვერაცნობიერებენ ადამიანები, ანტიპროსტორეთ კიდევ ერთხელ ვცდილობენ, რომ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალში ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ ერთი რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ძლიერი ჩინური კომპანია და მისასალმებელია, მათ შორის რომ დაინტერესება არის ჩინური კომპანიის მხრიდან, ვინაიდან თავისთავად შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩინური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის. მაინტერესებს, რამდენად თანასწორი არის ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიმართ. ამას რატო გეკითხებთ? აი მოლდოვაში ბოლო პერიოდში დაახლოებით 5 ტელევიზია დაიხურა და მწვავე კრიტიკა არ ყოფილა მათ შემთხვევაში, ისეთ როგორც შეიძლება ჩვენ შემთხვევაში ყოფილიყო. აი ეს დიფერენცირება რატო ხდება ქვეყნებთან მიმართებაში, თუ ჩვენ ერთ ადგილზე, ერთ თანასწორობაზე ვიყავით? ჩვენ უსამართლო გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი შეჩეულია ისტორიულადაც და ამ ბოლო პერიოდშიც ევროპულ ინტეგრაციის პროცესში ჩვენ ვნახეთ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება, ბევრი უსამართლო მოქცევა. ის როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, ეს რა თქმა უნდა არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში და ეს რა თქმა უნდა იყო ზოგჯერ ისეთი ქცევა, მოწოდებები, რომელიც საქართველოს დააზიანებდა. ჩვენ ვნახეთ უსამართლო გადაწყვეტილებები კანდიდატის სტატუსის არ მონიჭების დროს 2022 ივნისში. ჩვენ ვნახეთ უსამართლო გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსი კი მოგვანიჭეს, მაგრამ არ გახსნეს მოლაპარაკება საქართველოსთან, უბრალოდ არ მიიღეს გადაწყვეტილება მოლაპარაკების გახსნაზე საქართველოსთან, მაშინ როდესაც მიიღეს მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რომლებიც 10 თავით ჩამორჩებიან საქართველოს და ეს ცნობილია ყველასთვის. და გარდა ამისა იყო რა თქმა უნდა უსამართლო მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ თვეები დაგვჭირდა, რომ ევროპელები ევროპისგან მომდინარე ეს ასე ვთქვათ მოთხოვნა ქართული ხალხისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმისა რაღაცნაირად ჩაგვეცხრა. სამწუხაროდ თვეები დაგვჭირდა აქ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი ქართულ NGO-ებთან და პოლიტიკოსებთან სიამტკბილობაში აი ამ დაზიანებით იყო დაკავებული. ასე რომ არ გვაკვირვებთ ჩვენ უსამართლობა, ეს მოცემულობა არის და ჩვენ ვცდილობთ ამ უსამართლობის ბოლო კითხვა და პრემიერის ანგარიში რომელიც დღეიდან ამოქმედა, რას მისცემს ქვეყანას უფრო ხო, რაც შეეხება კიდევ ერთხელ გამჭვირვალობის კანონს და ბარემ კიდევ ერთხელ მაინც პროცედურები რომ აქვს და გამჭვირვალობის კანონსაც შეეხება, რომელსაც გუშინ მოეწერა ხელი დღეიდან ის ამოქმედდა, რაც ნიშნავს რომ 60 დღეში იქნება წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი პლატფორმა, ასევე კანონქვემდებარე აქტები და შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა დარეგისტრდნენ ორგანიზაციები, რომელსაც 20%-ზე მეტი აქვს უცხოური შემოსავალი. თარიღობრივად ეს ნიშნავს 2 სექტემბრამდე ორგანიზაციები, რომელიც ექცევიან ამ განმარტებაში, უნდა დარეგისტრირდნენ პლატფორმაზე და შემდეგ 16 სექტემბრამდე გამოდის დაახლოებით უნდა მოახდინონ დეკლარირება 2023 წლის ფინანსების დეკლარირება. ეს არის ის ასე ვთქვათ გრაფიკი, რაც ამ კანონმა დაადგინა. მე ყველას მოუწოდებ, რომ შეასრულონ კანონის მოთხოვნები, ეს გახლავთ კანონის უზენაესობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ბოლო კითხვა და უნდა გავიდეო. მე მინდა ვკითხოთ უპირველეს ყოვლისა, ანუ ნახეთ დიტო სამხარაძემ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ ამ ბანდების უკან თავად დგას. გამოკითხვაზე იყო თუ არა დაბარებული, გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია, თუ რატომ არ ჩანს, ღარიბაშვილთან ერთადაც კი არ გამოჩნდა, გადამალეთ დიტო სამხარაძე, სად არის ეს ადამიანი? იყო პასუხისმგებლობა, ეს ერთი და მეორე. სალომე ზურაბიშვილმა ჩამოამსხვრია ფაქტობრივად მთელი თქვენი პროპაგანდა. როდესაც თქვენ საუბრობთ საერთო სიაზე ოპოზიციის, ზურაბიშვილმა გუშინ თქვა, რომ არანაირი საერთო სიები არ იგულისხმება ამ ერთობის ქვეშ და ასევე თქვა, რომ ხელისუფლებაში არ არის იმ ხალხის ადგილი, ვინც ქარტიას ხელი არ მოაწერა. მე ბიძინა ივანიშვილსაც და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილსაც შევთავაზე, რომ ხელი მოეწერათ ამ ქარტიაზეო.
ორივეზე რომ იპასუხოთ თითო სამხარაძეზე და ქართლზე. მე ვერ გეტყვით მე თითო სამხარაძეს ამ შემთხვევაში ვებს არც ზუსტად რას კითხულობთ რა შეეხება არა რატო თითო სამხარაძე ანუ ის რომ ვიღაცას არ ხედავს ანიშნავს რომ ვიღაცა გადამოვა თან ერთადაც კი არ გამოჩნდა ბევრი იმას ვერ ხედავთ ეს ანიშნავს რომ ადამიანი მაშინ სად არის რა გვაჩნდება რა ვიცი მოიკითხეთ და რა შეეხება ერთიან სიას რა შეეხება მე ვერ შინარს ვხვდები რას ნიშნავს გადამალული არის ადამიანთან თუ სურთ კომუნიკაცია შეგიძლიათ კომუნიკაცია გქონდეს რა შეეხება სიას არანაირი ბანდები და არანაირი რა შეეხება ერთიან სიას გავადრო და ყველა ნახავს რომ ეს ერთიანი სია იქნება ეხლა ეს რა ვთქვა ეს გაპრანჭვა რომელიც ახლა მათ აქვს რომ უნდა ნელ-ნელა შემოგვაპრონ ეს ყველაფერი ხო ანუ ახლა ეს კინო ჩვენ ანახება კიდე ერთხელ ოპოზიცია და ქალბატონი სალომე არ მოქმედებენ საკუთარი ნებით მათ ამ სცენარს უწერენ გარედან ამ მითითებებს აძლევენ გარედან ეს არის ომის პარტია და ომის ქარტია რომელსაც აქვს ერთადერთი მიდგომა ქვეყნის მიმართ რომ იყვნენ ვასალები და რასაც ის ეთქვიან გარედან ის გააკეთონ ასე რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს მოსახლეობას 26 ოქტომბერს ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ვასალური სახელმწიფო